მოვედი გოგოებო, მოგესალმებით ყველას დილა მშვიდობის. მე დღეს მაკიაჟის გაკეთება მომინდა, მაგრამ ტუში დამამიწყდა და არ ხდება. აქ თითქოს უფრო კარგად დავინახა ხოლმე შორიდან ესე და ტუში ვარ მისვია, მართლა არ ხდება. აბა ნახოთ და ვნახოთ. როგორ ხართ თქვენ? დღეს და ხვალ მე მგონი ისე წვიმიანი ამინდი იქნება, მაგრამ მე და მათე მაინც ვახერხებთ დაბლა ჩასვლას. გუშინ ძლივს ამოვიყვანე, დიდი ხანი იყო ძალიან დაბლა. რა ისე? უფრო ლამაზია. ხო, მაინც ვახერხებთ, მეც ჩავედი მერე და მასთან ერთად ვიყავი სიცივეში. ეს ტუში არის ძალიან კაი გოგოებო. ეს არის ეივონისა. და მაჩუქეს კრემები რო ვიყიდე, მაშინ მაჩუქეს. ხო და არის მართლა ძალიან კარგი. ხო, ესეთი ამბები ჭურჭელი მოიცდის. ავა დავლიოთ მე და თქვენ. ეხლა იყო ეს და გიასთვის ამ ჯიქასში რამდენი ხანია არ მომიგებები აყავა და იყოს ზდამილივია. წვიმა და მე მოკლედ როგორ შორს ვართ და როგორ მიყვარს მზე რო გამოანათებს ხოლმე. ხვალღამე მგონი და გამოვამიგები. ერთი და იგივე ზომა იქნება ეს ჭიქები. ჩავთი ხო? ის გამომერია. ეს თამინჩი, ესე იგი გოგოებო, ეძებზე ვფიქრობდი. რა მოსაწყენია, ჩემთვის ძალიან მოსაწყენია და მარტო ვინც ცხოვრობს მათთვის ნეტა ესეთი ამინდი. მარტოობას კარგი მხარეებიც კი აქვს, ძალიან ბევრი. მარტო როცა ცხოვრობ და მარტო როცა ცხოვრობ შენ თავს უბრმავდები, უბრალოდ მარტო ცხოვრებას სწავლობ, ეგეც ძალიან მაგარია. და ვეღარ გაურბიხარ შენ თავს ან და კარგად იცნობ საკუთარ თავს. ეგეც ძალიან კარგია. მაგრამ
ისეთი მხარეებიც აქვს რა, უარყოფითი მარტოობას. შეიძლება მე უკვე გარეთ გასვლა, როცა მარტო ცხოვრობ, გარეთ გასვლას რაღაცნაირად უკვე გეზარება და რუსი ეკვრის გარეთ ყველაფერს რაღაცნაირად ალბათ ფიქრობ ესე იქნება. ხშირად რომ მარტო ხარ სახლში ადამიანებთან ურთიერთობაც რო არავისთან არ ლაპარაკობ და შენთვის რო ხარ მარტო წარმოიდგინე, ალბათ ადამიანებთან ურთიერთობაც ცოტა ისეთია უკვე გარეთ გიჭირს. ანუ ყველაფერს აქვს დადებითი. ეს ჩემი ფიქრები გავიზიარეთ წვიმიან ამინდში. ანუ დავფიქრდი რა დილით ამაზე ვფიქრობდი. რამოსაწყენია უკვე გადაბუნულად ამდენი წიმა და დავფიქრდი უსხოთ ვინც მარტო ცხოვრობს. მათთვის ჩვენ ამდენი ვართ სახლში, ხო ყველა სახლში ეზოქს ვძინავს, მაგრამ მაინც ოთახში ვართ 4. ასე რომ გავიზიარეთ ჩემი წვიმიან ამინდში ჩემი ფიქრები გოგოებო. მეტად ბანანი დამიტოვე საბანაკოთ. ისინიც ძალიან ეს კამპიუტერი. გამისამართლობია ეს შინიყიდე და ხო გითხარით რომ მაინც და მაინც რო თქვა არ მომეწონა. მიცანი მქონია კიდე ვიყიდი დღეს. იანაირებია ნახეთ როგორ დაგჭირდა. გაფიქრდა. დილით ყავა არის, არ ვიცი. ადრე გოგოებო მე მგონი ადრე გითხარით, დილით რო ავდგებოდი, წამოვხტებოდი, ყველაფერს ვაწესრიგებდი, ესე იგი აი უცბად ვაკეთებდი ყველაფერს. უცბად ანუ. ეგრე აღარ ვარ. და არც ვაძალებ ჩემ თავს რომ ეგრე ვიყვე. ჩემი დრო მჭირდება დილით. ზოგჯერ ჭურჭესაც არ ვრეცხავ და ავასროს ვამერე ვრეცხავ, სად გაიქცევა. ღამე არ ტოვებ, მაგრამ ღამე ჭამე ზოგჯერ არ ვიცი. ხო და ესე. სულზე აღარ მინდა საერთოდ რომ ვილაპარაკო. აი კომენტარებსაც კი წავიკითხავ ისეც, რომელიც არის დადებითი. ამ ხალხს რა ადარდებთ? ეხლა ნახეთ. აი შური რა არის? აი ეს არის შური. 100%-იანი შურია ეს. ვინ გაძალებს, ხო? ვინ გაძალებს, რომ ვიღაცას პატივის ცე დავუშვათ? არავინ. შენ ხარ ნეიტრალური პიროვნება. არც ის ადამიანი ხარ, ვინც დავუშვათ რაღაცას აკეთებს, ხო? და არც ის ხარ, ვინც აფასებს ამ ადამიანის შრომას. არც ერთი ხარ და არც მეორე. და თუ ვიღაცა დავუშვათ გადაწყვეტს, რომ
ადამიანს თავისი შრომისთვის რაღაცა უნდა რომ აჩუქოს და უშოთ, ხო? შენ ხო არ გართმევს იმას. რა სასწაულია გოგოები, შენ რა გინდა? შენ გართმევს და იმას აძლევს. ეს არის შური. მეტი არა. ხო, გავაგზავნოთ ერთი ჩვენი კომენტარები. ყოფითები არ გვინდა, მარტო დადებითები. ფილიპინებიდან მომწერა ერთმა ქალმა 57 მოწონება დილა მშვიდობისა ქალბატონო ახალ მეგობარს ფილიპინებიდან. თქვენ მშვენიერი ვიდეოს გაზიარება, რომელიც თქვენ სახთან არის დაკავშირებულია. გადავთარგმნია. მაკა. გამარჯობა ჟანა, დიდი ხანია გიყურებ, მაგრამ ორჯერ თუ მაქვს კომენტარი დაწერილი. მიხარია თქვენი კარგად ყოფნა და წარმატებები, უდიდესი ძალის და ნებისყოფის ადამიანი ხართ, არ ინერვიულოთ, წინ ისეთი დიდი წარმატება გექნებათ, ყველაფერს შეძლებთ და დაწყებულს დაასრულებთ. მიხარი ხართ, ძვირფასო ჟანა, პოზიტიური და ძლიერო. უღრმესი მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის და გამომხნევებელი სიტყვებისთვის, მაკა. ხო, ხანდახან შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ თითქოს უნდა დასრულდეს რაღაცა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში და გადავიდეთ ახალზე, ვნახოთ. ეგეთი შეგრძნება მაქვს შინაგანი, აი გულში რო გაქვს რაღაცის სიახლის მოლოდინი. ზუსტად ეგეთი. და ეს როცა არ სცდება ხოლმე, არასდროს ეგ შიგნით რაღაცა რომ რაღაცას რო გაგრძნობინებ, შინაგანი გრძნობაც ქვია მაგას. შეგრძნება. ინტუიცია, ხო. და ეგ არ სცდება ხოლმე და მე მაქვს მაგისი ეგ წინად გრძნობა ქვია უბრალოდ. წინად გრძნობას ეძახდნენ ხოლმე. ჩაუწიე რა ცოტა. წინად გრძნობას ეძახდნენ ხოლმე. მაგას და ეძახია ეხაც ალბათ. და მაქვს ეგ წინად გრძნობა, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში და აუცილებლად შეიცვლება. რაღაცა ეტაპი დამთავრდება და გადავალთ ახალზე. მოგესალმები ჟანა, მოიწერთი გამომჩა რაღაცა კომენტარი. ძველი ვიდეოები მოგესალმები ჟანაო, თამარი, ძველი ვიდეოები ვნახე და ეგრეთ წოდებული ჩოლკა ძალიან გიხდება, უფრო პატარა გოგოსავით ხარო და უფრო პატარა გოგო ვიყავი მაშინ და მაგიტო თორე რა ვიცი, აბა ჩოლკები არ მიყვარს. მის დღემში როცა ვიჭრიდი, მაინც ვიწევდი მაგ ჩოლკას. ხო, გიაც უმეუბნებოდა, გიხდება, მე სულ ვიწევდი და დედაჩემსაც ზუსტად ეს იაქტმები, ზუსტად. რა ვიცი, ალბათ ყველაფერი გენეტიკური არის, მე მგონი რა. ეხლა რო ვუყურებ ხოლმე დედაჩემს რო ვურეკავ, ზუსტად ეს იაქტმა, აი როგორც მე, შეკრული, გადაწეული. დედაჩემებს არა. დედაჩემს ჩოლკები აქვს ერთს. მეორესაც გადაწეული აქვს. ამიტომ მე ესე აი მე დედაჩემისნაირად მაქვს ზუსტად. ძალით კი არ აკეთებ ამას, მე ხვდები რომ მართლა გენეტიკას რამხელა მნიშვნელობა აქვს, როგორ ემგვანები. ყველანაირად მშობლებს. ხატია, ხათუნა, საუკეთესო რომ ხარ ყველაფერში და ყველგან მაგიტო ვერ გიტანენო. შურიანი უზრდებისა და ბოროტები. განა ის კი არა რომ მოგვაწონ და ისწავლონ რამე მაინც წაშალე და დაბლოკეო ეგეთი ხალხია, ხო? მართალი ხარ ხათუნა.
არც უნდა გავამახვილო ყურადღება ეგეთ კომენტარებზე, მაგრამ ჯერ ვერ მივედი მე მანდამდე. ბეჟო, ეს იქნება ზუსტად ვიცი შვილის აკაუნტი. ალბათ გოგონწეს. ჟანა დონაცია მიღებული ტრენდია და საერთოდ არ გაქვს გასასამართლებელი რამე. ნებაყოფლობითია სოციუმში სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი და ყველა სხვადასხვა სახით იღებს გამომწერების კეთილნებას. ხო, აქ არ არის ლაპარაკი. იმაზე რა ქვია. ანუ ზოგს ურჩევნია ერთმა ესეთი რაღაცა მომწერა, რომ რა დონაციაო, ჯობიაო, ანუ ჯობია იმათხოვ, რომ ვიდრე ის თქვა, რომ რაღაცას აკეთებ და ამის სანაცვლოდ მისცი ადამიანს იმის საშუალება, რომ სანაცვლოდ რაღაცა დაუშვათ ბალანსი რომ იყოს, ხო? სანაცვლოდ რაღაცით გაგახაროს ან როგორ თქვა, უფრო სწორად რომ გამოვიდეს, გაიღოს. სანაცვლოდ თვითონაც რაღაცა გაიღოს. აი ეს არის სწორი ნათქვა. და ეს, რა თქმა უნდა, რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკო ამაზე უკვე. ძალიან დიდხანს არ ვილაპარაკებ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის, რასაც ისინი აწერენ. აღარც მინდა ძალიან გავშალოთ. ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შური, აი შური. და მეტი არაფერი, გოგოებო. ისინი არიან ნეიტრალური მხარე, განაცხოთ თქვენ. არც არავინ არაფერს თხოვს მაგათ. და არც არავინ არაფერს არ აძალებს. ნეიტრალური. საინტერესო მაგალითი გამახსენდა ჟანა. გითხარი, მაგრამ საერთოდ მაგ თემაზე არ მინდა ბევრი ლაპარაკი, რაღაც. ხო, ეხლა შენ არ ციცი ამ თემაზე რა. უბრალოდ შენ მითხარი რაღაც და ეხლა რა თქმა უნდა არასასიამოვნოა ეხლა ესეთი შეხედულობა, მაგრამ რა გამახსენდა, იცი? ბუდიში გია. ეს თუ არ გამოვედით ჩვენ და არა ვთქვით, რომ ეს არის არასწორი. ეს ბულინგი ამის გამო, ხო? სულ ესე იქნება და ჩვენი გასაკეთებელია, უნდა გადავლახოთ ეს და მე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხო, აი რა მაგალითი გამახსენდა და ეს მარტო შენზე კი არ არის, ნებისმიერი იუთუბერი იქნება, ტიკტოკერი იქნება თუ ასე შემდეგ. თუ რა თქმა უნდა ზღვარ გადასული არ არის ეგ სიტუაცია და რაღაც შემაწუხებელი არ არის ვიღაცისგან, ხო? არამედ უბრალოდ ისე სიტუაციაშია, როგორც შეესაბამება სოციალურ ქსელებს და ვინც ასეთი კომენტარებით შენ იქნები თუ სხვა ნებისმიერი ასე წერს, ხო? გამახსენდა სახარებიდან ის მაგალითი, რომ მარიამ მაგდალელმა რომ ძალიან ძვირადღირებული სმირნა დაასხა იესო ქრისტეს თავზე. ხო. გულით გაიგო, რადგან უხაროდა იესო, უყვარდა, რომ ასეთი კეთილი იყო და სიკეთეს უკეთებდა ხო ადამიანებს. ანუ ეს სმირნა ნელსაცხებელი იყო რა ღირებულების, იცი? ერთი წელიწადი რო ემუშავა მუშას. ერთი წელიწადის ხელფასი იყო ის პატარა ბოთლი. ისეთი ძვირი ნელსაცხებელი იყო. და პირველი ვინ გამოხდა პრეტენზიით? იუდამ, აუ ეს რა გააკეთაო, რა უაზროდ დახარჯაო ეს ისო. აი ვის არა ჯობდაო, გაგვეყიდაო და ღარიბებისთვის დაგვერიგებინაო. ხალხს ეუბნება იესოსთან დასწრებით, მიხდი? ესე იგი, ვიღაცა სიკეთე გაუკეთა, ამასთან არაფერ კავშირში არ იყო. შენ რა გიქდა? უცებ აეწვა ერთი ადგილი და დაიწყო, რომ ეს რა გააკეთაო, როგორი გაფლანგაო რა. არა ჯობდაო, ნახე რა დაიწყო, რა ჯობდა.
ზუსტად იგივე საკეთებენ, ამდენი გაჭირვებულია და ამდენი ესეთია და ამდენი ესე. ეხლაც მაგას რატო გამახსენდა ეხლა მე ეს არც არავისი არაფერი არ ამჭირდება, უბრალოდ შენ და სხვა გოგოებიც რომ აკეთებთ ესეთ რაღაცებს, ხო? კი, არც მე არ ამჭირდება, მაგათი რა მჭირდება. რეალურად არც ის არის დასამალი რა ისეთი ვირა გააკეთა რომ ეხლა რომ $100,000 გადმოგირიცხეს რომ შეიცვალა შენ ცხოვრებაში. უბრალოდ ელემენტარულად ის პატარა სიხარული მოგიტანეს თავათი სიყვარულის გამო. კი, მეტი არაფერი არ არის. მაგრამ უბრუნდები იმ ნებისმიერ იმაზე ვიძახი რა, ვისაც ეგრე იქცევიან. იუთუბერები იქნებიან, ნუ სოციალურ ქსელებში აქტიურობენ. მე ესო რა უთხრა. საინტერესოა ესოს პასუხი. ესო სხვა რაღაცა უთხრა, აგზნობინა რომ ღარიბებიოს თქვენთან იქნებიანო და კაცის კიდე უნდა წავიდეს. ანუ მარიამის გადასაწყვეტი იყო ეგ გია. ხო, არა, იუდა ჩაერია სხვის სიკეთეში. ჰა, ზუსტად. მიხდი? ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც არც არაფერი წაართვეს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ესო ხო არავის არაფერი ისთხოვა და ისე გაუკეთა. ხო? ხო. მაგრამ არის მეორე სიტუაცია თქვენ შემთხვევაში, ჟანა, მაგალითად, რა ეხლა რა გამახსენდა, იცი? პავლე მოციქული რო ამბობს, რომ შრომელი ხარიო საკვების ღირსიაო. ანუ ძალიან ბევრ შრომობდა, ხო, მოგზაურობდა სხვადასხვა ეკლესიებს ამხნევებდა, წერილებს უგზავნიდა, არიგებდა და ანუ ერთ სიტყვით საზოგადოებაში ძალიან აქტიური პიროვნება იყო პავლე მოციქული, ხო? და ეკლესიები შესაწირავს კრეფავდნენ და უგზავნიდნენ პავლე მოციქულს. იმიტომ რომ ფიზიკურად იმდენად დრო აღარ არჩებოდა, რომ თავისთავად ერჩი, ხო? მაგრამ თან მაინც მუშაობდა. კაროებს აკერავდა. ხო. თავისუფალ დრო როცა ჰქონდა. და ეთყობა ზოგმა დაიწყო რაღაც წუწუნი. მიხდი? და მან უკვე წერილში მიწერა, აღარ მახსოვს კორინთელების კრებას თუ ვიღაცას რომ მე ჩემ თავს მე თვითონ იმავშვრებიო და მადლობელი ვარ, რასაც ჩემთვის აკეთებთო. მაგრამ იცოდეთო რომ შრომელი ხარი ღირსია რომ კიდევაც ისაა ჭამონო. ანუ როცა ამუშავებ მაგალითად. შრომას არაფასებენ დია. ძალიან ცუდია ეგ რო სხვის შრომის. ანუ პავლე მოციქულმა რა თქვა ამით, იცი? რომც მოვითხოვო, კიდევაც მეკუთვნისო, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვაკეთებო თქვენთვის. ბაკირო თელ დროს იმაში ვხარჯავ რომ დაგარიგოთ, როგორ მოიქცეთო ხსნისთვის. აი ესეთი მსგავსი ის იყო მესიჯი იმ ეკლესიებისთვის. ზოგმა დაიწყო, რა თქმა უნდა, ყველა არა, იმიტომ რომ ბევრი კრებდა ამ იმას, თანხას და სდებდა. და ალბათ ისინი წუწუნებდნენ და ისინი ქმნიდნენ ესეთ ნეგატივს, ვინც არაფერს არ აძლევდა და ან თუ ეთყობენ რომ შენც ვარ დადებდი, ალბათ მე რატო უნდა დავდო და მე ვმუშაობ და წავიდეს და თვითონაც იმუშაოს და ნუ ხო იცი ნეგატივი ხალხი. და იუდას შემთხვევაში კიდე პირდაპირ საჯაროდ სახალხოდ ანუ კომენტარებს რო შეადარო რომ ვითომ ყველამ წაიკითხოს თავისი აზრი და შეხედულება ამ სიტუაციაზე, ხო? აუ ეს რა გააკეთაო კაცო. შენ რა გინდა რა გააკეთა, თავისი იყო და გააკეთა, ხო შენი ხო არ იყო და შენ ხო არ ამოგაცავდა ჯიბიდან. შენ ხო არ უნდა დაგნანებოდა ეს. სხვამ როცა სიკეთე გააკეთა. ან ის მაგალითი როა, რომ ერთმა მდიდარმა კაცმა წავიდა რო იტყვიან თანამედროვე ენაზე, ბირჟაზე და მუშები წაიყვანა მინდორში სამუშაოდ. და უთხრა რომ სხვადასხვანაირად რო გადავახო. ხო, საღამომდეო იმუშავეთო და გადაგიხდითო ნუ სიტყვაზე 50 ლარს რა არის ხო? ადვილი გასაგები რო იყოს. და თანხმდნენ ისინი, გაიხარდათ. გავიდა 2 საათი. წავიდა, კიდე დაიმატა ხალხი. და უთხრა რომ საღამომდე იმუშავეთ და 50 ლარს მოგცემთ. იმათაც დაიწყეს მუშაობა. და ბოლოს 2 საათი აკლდა იმ სამუშაოს დასრულებამდე და კიდე მოიყვანა ხალხი და იმათაც 50 ლარები შეფიქდა. და ფული რო გადაუხადა ყველას,
პირველებმა დაიწყეს რომ კი, მაგრამ ჩვენ დილიდან დავიწყეთ მუშაობა და ისინი სულ 2 საათი იმუშავესო და ერთნაირად რატო გადაგვიხარდებოდა. კი, მაგრამ თქვენ ხო მოგირიგდითო რომ 50 ლარს მოგცემდითო. და წამოხვდით. თუ შეგშურდათო რომ კეთილი ვარო და იმათაც იგივე გადაუხადეო. ნახე, იესო ყვება ამ მაგალითს, მივხვდი? თავად იესო ქრისტე, აი ადამიანის ბუნებაში როგორი რაღაცაა, რომ აი შენ რა გინდა, ხო? მე კეთილი ვარ და ვაკეთებ ამას, იმასაც იგივე გადაუხადე. ხო, ჩემი ფულია, შენი ხო არ არის სიტყვაზე. რატო გამწარდი, აი რა გღრნის იესო ამბობს. ის აღწევს რომ კეთილი ვარო, კეთილი ვარ ისე ბატონიო. ადამიანის ბუნებაში ძევს ეს. ხო და საჩუქრებზე მეტად ის მინდა რომ და ეს ყველაფერი ერთხელა და სამუდამოდ დაინახო. ხო, იესოს მაგალითად როგორ არის? იმას კი არ ანიშნავს რომ ვთქვათ, გინდა აი ამ თემატიკას რა. უბრალოდ დააკვირდი, აი ადამიანის ბუნება გამოაშკარა, მიხდი? ვიღაცა აკეთებს სიკეთეს. ხო. და იმას პრეტენზია აქვს, იმ შენ რატო აკეთებ ამ სიკეთეს, კაცო, მე არა მაქვს, მე არ მომეცი მაგდენი, რაც მეკუთვნოდა და შენ რა გინდა შენთან ესე მოვრიგდი. ხო არ გითხარი რომ მეც გადაგიხდიდი, ხო? ბუნება გამოაშკარავა მაგალითით. ესეა, თქვენ მაგალითად შენ იქნები თუ სხვა იუთუბერებს თუ რაღაცით ვიღაცა გახალისებთ ან ადრე საჩუქრებს რომ იგზავნიდნენ თუ ვიღაცა რაღაცა თანხით გაგახარებთ, ხო? ესე იგი ის ფიქრობს რომ მე აფსაიდში ვრჩები რა, მე რა. შენც გააკეთე შრომი, მაგრამ შენი შრომა არ არისო, ნახე. გიათან შენ შრომასაც აბივაბურებენ, არა და ეს დიდი შრომაა, ეს ადვილი არ არის. აბა აიღე კამერა და შენ სახში დაპატიჟე ამდენი სტუმარი, 2000 ადამიანი მოიყვანე. ეს არ არის ადვილი. და თუ არა გამოცდილი, ნურც გააბიაბურებს სხვის შრომას. ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ შენი შრომაც დაუფასებელი იქნება მთელი ცხოვრება. არ დაფასდება. არ ვიცი, ხა ძალიან პირადული შეიძლება გამოვიდეს ეს საუბარი. მე ბევრჯერ მითქვია შენთვის, რომ ეს ყველაფერი იქნება დაასრულო. შენ ვიცი? ხო, ვიცი. კი, მაგრამ მე არ დავასრულებ, იმიტომ რა გაგებით? რომ თუ ვიღაცისთვის ეს ელემენტარულია და არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მაგალითად გარკვეულწილად ვფიქრობ ხოლმე, რომ ფანჯარა არის ჩემს ოჯახში. ხო. ვინ იმას იზავს მაგალითად, გააღოს ღამე ფარდები და აყურებინოს თავის სახლში. და თან თქვას, რომ ამითი არაფერი ხდება მაგალითად, ხო? ეს რაღაც მსხვერპლია შენგან. კი, რა თქმა უნდა, ოჯახისევრებისგანაც, ხო? პატარაცა. მაგალითად, ხან მათ ეს არ უნდა კადრში მოხვდეს, ნიკა ხო საერთოდ აპროტესტებს. ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი რაღაცაა, მაგრამ ოჯახისთვის არ არის ჩვეულებრივი. ხომ ასეა? და რომ არაფერს არ აკეთებ, ეს არასწორი შეხედულება, იმიტომ რომ ღირებულება მარტო მოქმედებაში არ არის, დროც ფული არის დღეს. შენ რო ამაზე ხარჯავ, მე მაგის მონტაჟებზე თუ რაღაცებზე. ხო, ფაქტიურად რო გიყურებ ხოლმე რასაც ვიდეოს გადაღებაზე დრო გჭირდება, იგივე დრო გჭირდება მაგის წინს რა. გასწორება გასუფთავებაზე. ვიღაცისთვის ეს არაფერი არ არის, იმიტომ განზადებული ნახა უკვე და რა გააკეთე მანდ ისეთი. მაგრამ მე ვიცი რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავ და ამ დროს ხან ჩვენს გვაკლებდა, ხან შვილებსაც და ხან რაღაც. ხო, ეხლა ვინც ისა, ვისაც გაგება არ უნდა გია, ყოველდღე რო ამაზე ილაპარაკო, მაინც ვერ გაიგებს. ვისაც არ. ნუ ეხლა შენ არავისი არაფერი არ გინდა ჟენ. არა, რა თქმა უნდა, არა, ხო, მე უფრო მეტად ის მინდა, რომ ადამიანების აზროვნება რაღაცნაირად ნელ-ნელა მაინც წავიდეს იქითკენ, საიდკენაც უნდა წავიდეს გიამ რაზეც ილაპარაკა. იესო რას ამბობდა, თუნდაც ამ თემაზე. აი მე მწამს ასეთი რაღაც, ჟანა. აი მე მწამს ასეთი რაღაც, ვიღაცამ გადმოგირიცხა ფული. ხო. თორე ამითი არავინ არ გამდიდრდება, ბოდიში გია, არავინ არ გამდიდრდება. ის ჯობიაო თქვა ორისთვის აპირებო. შეგროვებასო ფულისაო და მეც შეგირიცხავ ერთი მწერ. ჯერ ეგეთი არაფრის ჩამრიცხელი არ არის ეგ ადამიანი, ვინც ეგრე მომწერა და მეორეც კიდე
მე აქედან დიდ თანხებს არ ველოდები და იმიტომ არ ვიტყვი ეხლა რომ ისა რა ქვია მოდი ეხლა რაღაცის წამოწყება მინდა და ამითი გამოვაცხადო რომ ფული ავაგრო. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. მე არ ველოდები ამას და არც მინდა ეს რომ ვიღაცის ფულით რაღაცა დიდი წამოვიწყო და არც იქნება ასე. ეს არის უბრალოდ წეღა როგორ თქვი შენ რაღაცას იღებ ჩემგან, ჩემი ვიდეოებისგან და უშუალოდ სულიერ ძალას და დადებით ენერგიას იღებ, შენც გინდა რომ გასცია მის სანაცვლოდ რაღაცა. საფასური, ხო? აი ეს არის მეტი არაფერი. რა იმედი არის რომ კარგად ავხსენით. ხო რას ვამბობდით არ დამამთავრებული. აი მაგალითად გადმოგირიცხე მე ფული. ხო. ან რომელიმე იუთუბერს ხო მომიწონა ეს ვიდეო რაღაცეები და მე დავფიქრდი რა და გწერ მე ისა კომენტარს რომ აი დავფიქრდი და ვფიქრობ აი რისთვის გადმოგირიცხე ეს ფული. ხო. ვფიქრობ რომ ზედმეტი მომივიდა. აი რა გააკეთე ისეთი რომ ეხლა მე რაღაც მომენტში აღვიძარი და გადმოგირიცხე. აი ფულის გადმომრიცხველმა რომ მოგწეროს. ხო, ხო. იტყვი რომ ხო თუ შეცდომა იყო მე დაგიბრუნებ ხო 100%. მაგრამ აი მესამე პირი იუდას მსგავსად რო ერევა ამ პროცესებში რომ ვიღაცამ რაღაც სიკეთის სიტყვაზე გააკეთა აქ არ არის ლაპარაკი რაღაც თანხის ოდენობაზე აი გინდაც 1 ლარი გადმოგირიცხა რომ უნდა რომ ის რა ქვია წახვიდე და 1 წელი რაღაც კამფეტი იყიდო ხო მაგითი გაგახაროს შენ მესამე ვიღაც ხო რატო ერევია ამ პროცესში მე ვერ ვიგე ანუ გშურს რომ ვიღაცა კეთილია და ამას აკეთებს თუ ზუსტად თუ იუდა ხარ რომელსაც დაენანა სხვისი ისა რა ქვია ქონება ანუ დაენანა აი სიმართლე მწარია შეიძლება მაგრამ უნდა ითქვას და ერთხელა და სამუდამოდ უნდა გაიყვეს ეს ამბავი ყველა იუთუბერის რო აბულინგებთ იუთუბერებს ხო იუდამ რატო თქვა იცი რომ ჯობდაო გაგვეყიდაო მაგას ება რა მოციქულებს შორის კულაბა. ხო და იქიდან ჭამდა. და კულაბაში ხო ჩაყრიდნენ მაგას რო გაეყიდათ და კულაბიდან იპარავდა იუდა. რადგან მას ებარა. კულაბიდან იპარავდა ფულს. და ამ რაღაც ხეირი ქონდა მანდედან და იმას რო თავზე დაასხა იესოს იქიდან რა ხეირი ექნებოდა. ამიტომ ვერ მოინელა ეს სიტუაცია. და იუთუბერებს რო ვიღაცა პატივს აქცევთ იმას რა ხეირი აქვს მესამე არაფერი ხო და მაგიტო ეგ ბუნებაა მიხვდი ცუდი მავნე ის არის რა ქვია ხასიათი კი როგორც მუშების შემთხვევაში შენ რა გინდა მის ის ხო არა გშურს რომ ეკეთილი ვარო შენ ხო ასე მოგირიგდიო სიტყვაზე ხო როგორ გამოაშკარავა ადამიანის ეს მავნე ბუნება რატო გშურსო ერთი სიტყვით. ხო და ჩვენ გვყავს შვილები, მარტო არ ვართ, შრომობთ და ჩვენი შრომის საფასური უნდა მივიღოთ, უნდა მოვითხოვოთ და ამაში არაფერი არ არის ცუდი. შენ აფასებს, სხვის შრომას არ აფასებ, ეს სხვა საკითხია. მაგალითად კიდე იმის მინდა აღნიშნო ჟანა ახლა გამახსენდა რომ ვიღაცები თუ გწერენ რომ ეს შრომა არ არის. ხო. უცხოეთში ჩვეულებრივად იბეგრება საგადასახადოდან იუთუბერის ისა შემოსავალი. ჩემთანაც იბეგრება კაცო, ზუსტად რასაც ვმუშაობ, იმას კი არ მოწმდება. მოიჭრია. აქაც იჭრება? საქართველოს არა, მაგრამ მე მგონი რომ იქიდან იჭრება. ხო. იბეგრება. თუ შრომაში არ იგულისხმება საგადასახადო რანაირად არის ჩართული. ჯერ ეგეთი. ხო, რანაირად. საგადასახადო რაშიც არის ჩართული და შენგან მოსაკრებელს იღებს, ესე იგი შრომობ. და ანაზღაურებას იღებ და იქიდან ეს არის გია თანაც რთული შრომა, ეს არ არის მარტივი. თან. თქვენი შრომა მე ვიტყოდი რომ აი როგორ გითხრა რა. რო იტყვიან გარკვეულწილად
გეხმარებათ რომ რაღაც აქტიურები იყვნენ ცხოვრებაში თორე რა ანაზღაურება არაფერი არ არის. არა. ეგ ენერგია რო სხვაგან დახარჯო. კი. ბევრად უფრო რაღაცნაირად გვიყვარს ჩვენი საქმე და ვისაც გიხურებთ არა ყველას აი ესეთი მდგომარეობა გააქვთ ქართულ YouTube-ზე რომ არა გაქვთ საშუალება რომ გარეთ იმუშაოთ. ბავშვები ვისაც აქ ხავთ ძირითადად და აი რომ გარეთ ვერ გადიხართ უფრო ხელი არ გეძლევათ რომ იტყვი. და ცდილობთ ოჯახში იშრომოთ და ესე გააკეთოთ. ხო და თუ ვიღაცები არსებობენ ეგრეთი ადამიანები, ხო? იმ წოწონა მუშაკების მსგავსი იქნება თუ ეკლესიიდან რომ წუწუნებდნენ პავლე მოციქულის იმაზე რა ქვია რომ ეხმარებოდა ეკლესიები და გინდა ციუდას შემთხვევაში. ეს არც ერთი შემთხვევა არ ადასტურებს რომ ის მესამე პირი ვიღაცისგან იყო დაზარალებული. სხვის საქმეში ყოფდნენ სხვის, მეტი არაფერი. ანუ არც ერთს არ აქონდა ის რა ქვია, სამართლიანი საბაბი რომ ეწოდება. უკვე გავიცანია, ზოგიერთი იცი როგორი წერს ამ ყველაფერს, რომ იცნობ, რომ აი პირველივე იმას აიკითხავ თუ არა უნდა წაშალო. იცნობ, რომ ეს არის აუცილებლად კრიტიკას დაწერს და ცუდს დაწერს. ხიდის თავიდან რომ მომდევენ. ხიდის თავიდან რომ მოდიან და ესეთ კომენტარებს არც ვკითხულობ იმ წუთში ვშლი. შენი უფლება. ხო. და ყველა თუ მოღარ იღლით თავს. მაინც ვშლი და ვფიქრობ რომ ის არის რა ქვია. ადამიანების ბუნება რა, მაგას გეუბნები ახლა ზუსტად ეგ ვთქვი, რომ აი ეს ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ ხიდის თავიდან გია, საერთოდ ოდნავ შეიცვალნენ 4 წლის განმავლობაში, იგივენაირები არიან ზუსტად. კიდე ის არის საწყენი, რომ შენგან გავიკირო ესეთი რაღაცა მოგწერეს. მე არც ერთი კომენტარი არ წამიკითხია, რომ შენვე წაიკითხავ. და სხვა იუთუბერებზეც მითხარი, რომ ვითომ მათ ხოვრობა არისო. ხო, ზუსტად მაგას ვებრძვი. აი ახლა გეტყვი კიდე ერთ რაღაცას. მაგას ვებრძვი. რაშიც არ ვეთანხმები ამ სიტუაციაში. ეს რომ მათ ხოვრობა იყოს, მე ზოგადად ისედაც ესეთ რაღაცა მაგის უფლებას არც მოგცემ შენ. მაგრამ კარგი კუთხითაც რო შეხედო. ეს საზოგადოების ნაწილი, ვინც გიყურებს, ხო არის ქრისტიანული ქვეყნის წარმომადგენლები. ხო ეკლესიებშიც დადიან. კი. ხო ქრისტე არის მათი წინამძღოლი, ბჭყალებში ვიძახი. ქრისტე რას ამბობს? ითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგიღებო, ხო? ესე იგი, ქრისტე გეუბნება ადამიანს, რომ თუ საჭიროა ითხოვე და მოგეცემო. და ესე იგი გამოდის, რომ 20 საუკუნით ადრე გადახვიდე იმ რეალობაში და ქრისტე როცა მაგ სიტყვებს ამბობს, შენ უთხრა რომ რა არის მათხოვრობისკენ მოუწოდებ? პატივცემულო? ხო? აი რომ არაფერს არ აკეთებდე და ითხოვე გია, ხო? ხო. არა, რატო ერევი შენ მაგალითად ქრისტეც კი გეუბნება რომ თუ ვთქვათ რაღაცა გიჭირს ან ამის საჭიროებას ხედავ ან რაღაც რატო უწოდებ ამას ის რა ქვია ნეგატიურ შუქში, რატო იმაშვრები, ხო, სიტყვაზე ვიძახი. ეს ხო იგივე იუდასის არის, საქციელი. იგივე ის იმ მუშაკების საქციელია. შენ რა გინდა? აი უბრალოდ კიდე ერთი ადგილი გამახსენდა რომ მოციქული ამბობს რომ არავის არაფერი გევნოთ როგორც ხვის საქმეში ჩამრევებსო. პირდაპირ აფრთხილებს ეკლესიებს. ხვის საქმეში ჩამრევების სახელი არ აქონდეთო, დაღუპვის გზა არისო. ეს ხო სხვისი საქმეა. შენთან ხო არანაირი კავშირში არ არის. ვინც ითხოვს სიტყვაზე და ვინც ეხმარება. ხო, აი აბსოლუტურად შენთან არანაირი კავშირი არ აქვს. და სადღაც ესე ამოყავი ლურსმანივით, რომ ტკივნეული იყო, რომ ვიღაცამ ფეხი დაგადგას და სულ ტკივილი აყენო სუყველას, ხო? ეს არის ხვის საქმეში ჩარევა. როცა შენ პირადად არ გეხება,
ამას თესავდა. მე ხო. მოიმკი. რა რა გინდა? გიგვირდება. ეს რათა ხარ ეს მწარე ეკალი სიტყვაზე, ხო? რა გინდა ესეთი მდგომარეობა? მაგითი რა? იცი რა? მაგითი უბრალოდ თავანთ მავნე ენერგია გამოაქვთ, რომ სხვისი სიკეთის ენერგიით შეივსონ თავანთი თავი. ხო. აი გარის. შიგნით რომ ვეღარ იტევენ. ის რო არის ქართველი ბიჭი რო დაიღუპა, ლექსებს რო წერდა ჟან, რაღაცნაირი ლაპარაკი გქონდა ხოლმე. იუდაზე რო წერს ლექსს. ხო ვიცი. თავის სიმცირეს ვერ მოერიაო. ხო გახსოვს ამ ლექსში რო სიტყვებია? მახსოვს. თავის სიმცირეს ვერ მოერიაო. ეს სიტყვებია. როგორ გაყიდაო, როგორ აკოცაო. ხო გახსოვს ეგ ლექსი? განაარიცოდაო. გოცნით გაყიდა. ხო. და ამათაც განაარიციან ესეთ კატეგორიის ადამიანებმა, რომ არასწორია ესეთი ლაპარაკი. მაგრამ თავის სიმცირეს ვერ მოერიაო იუდამ, ანუ თავან თავს, თავანთ ეგოს, თავანთ იმეს ვერ ერებიან. ტყვეობაში არიან თავანთი, ის რა ქვია, პიროვნული თვისებების ტყვეობაში არიან. და არ შეუძლიათ ეს რომ შეიკავონ. და მაგიტო გაზიანებენ ჟან. თორე არავინ არ მაზიანებს. ერთხელა და სამუდამოდ რომ გაიყვეს ეს პავლე საკითხი. მოციქულის სიტყვებისა არ იყოს. ეს ხო არის ხვის საქმეში ჩარევა. კი. თავიანთ თავს აზიანებენ, გიამი არავინ არაფერს არ მაზიანებს. ყოველთვის ვიტყვის სიმართლეს. ყოველთვის ყველა საკითხში ვეცდები, რომ სიმართლე მივიტანო ადამიანებს. არა გაზიანებენ რა გაგებით ახლა ხო ის არასასიამოვნოა. არასასიამოვნო არის ხო, რა თქმა უნდა. ვიღაცა რო ცუდ რაღაცას მაგრამ გეტყვის. შეიძლება ადრე მე ეს ვერც ხო მართალი ხარკია. ვერ გამეკეთებინა, ვერ მესაუბრა ესე. რა ვიცი, ვერც დამედო დონაციავე. ეს მე ახლა მარტო დონაციაზე რა ვამბობ. ნებისმიერ სფეროს შეუძლიათ ესეთი რაღაცა გააკეთო. ხო, მე ჩემს ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც რო იტყვიან გაღვიდნენ და სიხარული პოვეს, რომ ვიღაცა ისე რა ქვია, დააზიანო. ნებისმიერ საქმეში, კაცო, და ნებისმიერ საკითხში, ისინი ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაშიც ესე არიან და აბსოლუტურად მარტო აქტი არ არიან ეს. რუბელი? ნავრისებებს. ყოველთვის ვიქნები სიმართლის მხარეზე, ამაში. ყოველთვის ვიტყვი იმას, რაც არის. ამას შეხედე. რეალური გრაფიკა აქვს. ვიხარი. ძალიან მოზიოდ. ძალიან მოზიოდ. ორი საქართველოს აკავს მათ. მამა კათმებით აყვა. კათმებით აკავს. რა ვიცი მე მგონი გაზაგება დავხსენით მგონი. სახარებაში ძალიან კარგად ჩანს ადამიანის ბუნება. მან კი ერებენ. აი კათმებით. წმინდა წერილები სხვა კი არაფრისთვის არის დაწერილი. იქ წერია რომ არ მახსოვს ებრაელების მიმართ ეპისტოლეში მე მგონი რომ ღვთის სიტყვა არისო ცოცხალი მოქმედი ორლესული מחვილზე უფრო ბასრი და აღწევსო სახსრებისა და ტვინის გაყოფის ადგილამდეო. იმდენად შიგნით ღრმად შედის, რომ სულ გამოაშკარავებს ადამიანს. და იქნება ვინმესთვის მაინც იყოს ეს დასაფიქრებელი. რაც ახლა სახარებიდან მაგალითები გამახსენდა ჟანა. ხო. ვფიქრობ, მართლა ძალიან ბასრი מחვილივით არის, რომ ყველა ადამიანი თავის იმას დაინახავს. ნებისმიერი ადამიანი. ეს არის ცოცხალი და მოქმედი ვასი წერია. და როგორ არ დაინახავ ადამიანი, როცა შინაგანად იუდასავით იქცევი. ხო? ამ პავლეს მოციქულის კრიტიკოსების მსგავსად რო იქცევი. რას აკეთებს უახლა ასეცაო პავლეო რა, ჩვენ ხო გვიყვარსო ღმერთიო. მარტო მაგას უყვარსო ღმერთიო, ჩვენც გვიყვარსო და არადა ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავდა, ხო? შეიძლება სახლებს არ უშენებდა და
შვილებს არ ახლა 35 წუთია უკვე ვლაპარაკობთ. და ზოგჯერ საათნახევარი გადის ხოლმე და მე კიდე საათნახევარი დამონტაჟებას სჭირდება ხოლმე და გავიდა მთელი დღე და ვიღაცისთვის ეს არაფერი არ არის, მაგრამ ჩემთვის არის ეს დრო, ძალიან ძვირფასი არის. დროც და ეს ენერგიას, რასაც უხარჯავ, ხო? ყველა ვიღაცას მოსწონს ეს ყველაფერი და ვიღაცისთვის მარგალიტებია და შეუძლია ეს მარგალიტები წაიღოს და გამოიყენოს და ვიღაცისთვის არაფერი არ არის და ვისთვისაც არაფერი არ არის, ვინ რას გაძალებთ, არ როდის დაგპატიჟეთ და არ როდის აქ თხოვეთ, რომ რაღაცა პატივი მეცით მეთქი, ხო? ხო ძალიან გასაგებია ეს ყველაფერი, რა ვიცი. აი ქუჩაში რომ მუსიკოსები დგანან შენ. ხო. უდევთ რაღაც კულტი. ეხლა ეგენი მათხოვრები ხო არ არიან? არ არიან, რა თქმა უნდა. მუსიკას თავაზობენ, ხო? და შეიძლება იქ 50 კაცი იდგეს და 5-მა რაღაცა ჩააგდოს და 35-მა არაფერი არ ჩააგდოს. ხო. და ეხლა ამ 35-მა რომ ამ 5-ს დაუწყოს, რაზე ჩაუგდოთ პული, რა საკეთებს რა მუსიკა მარტო მაგას შეუძლია, მუსიკის მეტი რა არის, ყველგან მუსიკა. ჩართე და მუსიკა. ხო, ან ტელეფონში ჩართე. აი ხო ხდები რანაირი ის არის სიტუაცია, ესეთი ადამიანი რომ გამოჩნდეს იმ სიტუაციაში. უსამართლობაა და უსამართლობას ვერ ვეგუები. ეს არის უსამართლობა და ამას მარტო ჩემთვის კი არ ვაკეთებ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ვაკეთებ, ისეთებისთვის, ვინც ჯერ არც არიან YouTube-ზე მოსულები და მოვლენ. ვინც არიან ყველა ვინც არიან ხო ყველასთვის, მაგრამ ისეთებისთვისაც ვინც არ არიან ჯერ. და სულ არაფერს არ აკეთებ. ხო. და ვიღაცას უყვარდე და პატივისცემა უნდოდეს, ეს მესამეს საერთოდ არ ეხება, ისედაც. ხო, ესო თქვა, ითხოვე და მოგეცემო, ხო, წეღარო თქვი და ხო არ თქვია, რომ ისა რა ქვია, შექმენი ძალიან დიდი რაღაცეები, რომ მე ეთხოვო. ეგრე თქვა. ეგრეთი არაფერი არ თქვია. ხო და ასე რომ თუ გჭირდება, თორე ეხლა შეიძლება ზოგმა მაგალითად ვისაც ასე თავზე გადაზდის, რა თქმა უნდა, არც დატოს, ხო, რა ვიცი კი, ეგეთებიც ხო არიან აქეთ. მე რო შემეძლოს ეხლა რომ სხვას დავეხმარო, მე რატო დავდებ? დედა. მე რო შემეძლოს უკვე რომ იმ როლში ვიყო, რომ სხვას დავეხმარო, გია. რამდენს დავეხმარები იცი? ყველას გადავუხდი ჯერ ეგეთი, ვინც გვერდში მიდია გაჭირვების დროს. ჟანა ეგრე არ არის მარტო. აი ახლა დილით ის წავიკითხე. რაში ვზივარ? ჰა. თოფურიამ ხო გაიმარჯვა. 1 წუთი. თოფურიას ეს ბრძოლა რო არ გაემარჯვა, ხო ისედაც უკვე მილიონერი ვიჭირა. ხო. მაგრამ კიდე გაიმარჯვა. კიდე გაიმარჯვა. და ის ოლივერა, ვინც დაამარცხა, ეგეც ძალიან ძლიერი ის არის, ჩემპიონი, ქამარის მფლობელი იყო და თავის ქვეყანაში, ბრაზილიაში, გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება, თავისი ფონდი აქვს შექმნილი და რომ მოეგო, ისევ იქიდან მაგ ბავშვებისთვის ძალიან ბევრ რაღაცას გააკეთებდა. და თოფურიამ აიღო და $90,000 გადარიცხა მაგის ფონდში. თავის მოგებიდან. ხო, ანუ შეუძლია მაგას, რომ ეს ესე იგი, რო ამბობ, რომ ვისაც უკვე აქვს რაღაც უნდა. რატო როცა მეტი აქვს, მეტი სიკეთის გაკეთება კიდე შეუძლია, ხო? ასე რომ ეს არანიშნავს, რომ ხო, არა, აქ ამ ხელა თანხებზე ხო არ არის ლაპარაკი. არა, მაგალითი მომყავს, რომ სიკეთე ისევ გააკეთა, როცა ამის საშუალება გეძლევა, ამაში არ არის არანაირი პრობლემა. ძალიან ბევრი კიდარი ადამიანი ქველმოქმედია. უბრალოდ რომ ვიღაცის გვერდში დგომისთვის მაინც გააკეთო ეს და ისევ გქონდეს და ისევ გეთოს ეს ყველაფერი ხო? მე მესმის ძალიან კარგად. ერთ სიტყვით გულთან ახლო არაფერი მიიტანო. ეს არის სოციალური ქსელის ჩვეულებრივი სტანდარტული რაღაც მდგომარეობა, იმიტომ რომ ვინც ამ ქსელებში ხართ, ფაქტიურად ბევრ დროს გამოყოფთ საზოგადოებისთვის, თქვენ ფაქტიურად ეს კომპანია არაფერს არ გაძლევთ ისეც, რასაც შრომობთ, რასაც ძალიან აკეთებთ. დაუფასებელია საქართველოში, მაგრამ მე მგონი რომ შეიძლება მაგ ხრივაც და უკეთესად იქნება. კიდე თქვენი ღირებულება ყველა იუთუბერისა, ვინც ახართ, მარტო შეიძლება შრომაში ვიღაცამ ჩათვალოს, რომ კამერა ჩართე და ეს რა შრომაა. კიდე შენ პირად ცხოვრებას რო აჩვენებ, შენ პირად ინფორმაციას რო უზიარებ. ბევრი საერთოდ შეიძლება ერთი სიტყვაც კი არ გითხრას თავის შესახებ. იმდენად ის არის ჩაკეტილი და ხურული და არ უნდა არავინ არაფერი იცოდეს და
ამაშიც რო ხარჯავთ ენერგიას, რო თქვენ თავს და თქვენ ოჯახს და თქვენ მდგომარეობას აცნობთ, ესეც გარკვეული მსხვერპლია თქვენგან. იმიტომ რომ ფაქტიურად YouTube-ში რო უყურებ, თითქმის ყველას ისიც ის სახლი, ოჯახის წევრები, სად იყვნენ, რას აკეთებენ. ბევრმა შეიძლება ღია ხარ და ეს ადვილი არ არის. საზოგადოებისთვის ადვილია ხო ხედავ არაფერს არ ანიშნავ. არაფერს არ აკეთებ და აი კომენტარებს რო გწერენ და თვითონ რო იმაში არიან, სოროებში ჩამაგულები, სახელებს და გვაჩვენო თავანთი თავი. ჩვენ გადაურიცხავთ ფულს. შეგვაყვარო თავი კაც. რა პრობლემაა? გადაიდეთ, კი ბატონო. ჩვენ დაუფასებთ. გია სახელს ვერ აწერენ, სახელს ვერ აწერენ. რაღაცა სულ ყველას უაზრო სახელები აწერია, თუ ვინც ეგეთები არიან. უაზრო, რომ აი ნამდვილი კი არა, უაზრო რაღაცები. ხო, ადრე ერთი მაგალითი იყო ასეთი, რომ რაღაც მეგობარმა საიდუმლო გაუზიარა მეორე მეგობარს და იმან გასთქო რა. და ძალიან მოედო ეს ამბავი. ამან ჩუმად არაფერი არ უთხრა. ჩასვა მანქანაში, მთაში წაიყვანა და მაღალ ესეთ მთიან ადგილას ხევის პირას გააჩერა მანქანა. გადმოვიდა. ის ვერ ახდებოდა რომ ეგონა ისე უბრალოდ ბუნებაში გავისეირნეთო რა. გადმოიღო ბალიში ბუმბულის. გაჭრა ეს ბალიში და დაბერტყა და წავიდა ეს ამოდონა ბუმბული ისე რა ქვია ხევში და ცა რო იტყვიან სულ ბუმბულში. რა გააკეთეო კაც ეს მეგობარი უნდა. წადი ააგროვე ეს ბუმბულები. რა როგორ უნდა ავაგროვო ამოდონა რებს მელაპარაკები. აი მე რო საიდუმლო გითხარი და გასთქვი აი ესე მოედო და ხო ვეღარ ააგროვებ და ვეღარ დააბრუნებ უკანო ამ ყველაფერს. ასეა შენ რო შენ პირად ცხოვრებას იმაშვები რა ქვია არ მალავ აჩვენებ ეს ვიღაცისთვის არაფერი არ არის მაგრამ ვიღაცა საერთოდ ერთ ნიუანსსაც არ გამოაჩენს თავის ცხოვრებას ხო შენ თქმის არ იყოს ნუ ფიქრობენ რომ ეს კლავიატურის ისინი რა ქვია ადვილი არ არის იმიტომ რომ ბევრი ვერ დაიწყოს ვერ არ შემიძლია ეს გააზიაროს გამოაშკარაოს თავის ცხოვრება ყოველდღიურობა ასე რომ თქვენ პატარა იმას მსხვერპლს არ იგებთ, ეხლა ეს თქვენი საქმეა, რა თქმა უნდა გიყვართ ეს საქმე მაინც ასე თუ ის. ხო, ძალიან გიყვარს, ძალიან ამიტომ ვაკეთებ, თორე ხო იცი გია რაც არის შემოსავალ. ხო, იცი რასაც ციlu არის. სასაცილო. მითქვია რომ იქნებ დაანებო თავი რომ კი, ბევრჯერ გაღიზიანებს ზოგჯერ ესეთ სიტუაცია. აღარ მაღიზიანებს ეგეც უკვე აღარ მაღიზიანებს უბრალოდ მინდა რომ არ ზოგად შენ ცხოვრებაზე რო ცუდ კომენტარებს გიწერენ სიტყვაზე ეგეც გაღიზიანებს და ეხლა ეს პლუს ახალი რაღაცა დაემატა და სინამდვილეში რა არის რეალობა არც იქიდან აგაკეთებიან და არც აქედან არაფერი ხელი ერთადერთი იმ სიხარულსირებ ვისაც უყარხარ რომ ის რაღაცას მოგწერე და შენც უპასუხე სხვა მითხარი რა მთელი თვის განმავლობაში სასაცილო არის ეს ყველაფერი. უბრალოდ შენი სიყვარული ამ საქმისადმი არის, მეტი არაფერი მანდ არ ხდება. მაინც ვიქნები აქ, მილიონები რო ვიშოვა, მაინც გადავიღებ ვიდეოს და მაინც მოვალ თქვენთან გოგოებო. მოუწოდებ. იმიტომ რომ მიყვარს მე ეს საქმე. მოუწოდებ ამ აი ეგრეთ კატეგორიის ხალხს, რომ ნუ იქნებით, რო იტყვიან იუდას ყვალს ნუ მისდევთ. ხო, იმიტომ რომ ეს თუ ბიჭებიც არიან არ ვიცი ამ YouTube-ზე თავი, ნუ აბულინგებთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ აუცილებლად თქვენ. თუ სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ გააკეთეთ, თქვენ თავს მაინც გაუკეთეთ სიკეთეს, სხვა თუ უნარი არ აგაქვთ, რომ სხვას გაუკეთოთ. თქვენ თავს გაუკეთეთ სიკეთე, რომ პავლე მოციქულისა არ იყოს სხვის საქმეში ჩამრევების იარლიყი არ გქონდეთ ღვთის თვალში. და ამითი რაღაცა უბედურობა არ მოიწიოთ თქვენ ცხოვრებაზე და თქვენ თავს. ეს თქვენ გიბრუნდებათ ცუდად ისე თორე ამ ხალხს ვინც რაღაცას ცდილობს და აცნობს თავის თავს, თავის ცხოვრებას თუ თავის პრობლემებსაც კი მაგათ რო იტყვიან 100-დან 99 მაინც კარგ დამოკიდებულებას იჩენს და აი ეს ერთ-ერთი პატარა მწარე ბალახივით ნუ ამოდიხართ
ხალხის ცხოვრებაში. მე ამას გისჭერდით. გახდით თქვენც ის ტკბილი ხორბალი ღვარძლის ნაცვლად. და თქვენც დაგებრუნდებათ ეგ სიხარული და სიკეთე. კაცობრიობა იმას ცდილობს, რომ ქრისტეს აზროვნებამდე როგორღაც მივიდეთ, ამას ინტერნეტი ცხელს უწყობს. გია ზოგს გონია, რომ ინტერნეტში ახლა მე რაცაც მივწერ და მე რა. ჩვეულებრივად ახლა ყველაფერი აქ არის, გია. ეს არის ჩვეულებრივი რეალური ცხოვრება არის უკვე. თემ სოფლიოში აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ყველაფერი და ინტერნეტში კარგი სახელის მოპოვება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრს ვიცნობ მე მაგალითად. ზოგს კარგად, ზოგს ცუდად. გია. ეს კიდე სხვა თემა არის ალბათ, მაგრამ არ უნდა იფიქრო, რომ ინტერნეტში ახლა მე ვერავხედავ და კედლის მიღმა არის და რასაც მინდა იმას მივწერ. ეგრე არ არის. იუდა ზუსტად ეს გლობალიზაცია შეუწყობს ალბათ ხეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთ ენაზე ავლაპარაკდებით. ხო? რომ ბავშვები ისე კარგად იცნობენ უკვე და ისე მაგრა უყვართ ზოგიერთი აი ამერიკაში რო არიან, ხო ეს გინდაც იუთუბერები გია. რომ ისი აღიქვამენ როგორც ქართველ ბავშვს დაუშვათ. აი მათ ესე რო ვთქვათ. ვიღაცას უყურებს იქ და ისე ძალიან უყვარს, როგორც სავის მეგობარი. ხო, ძალიან. ხო, ის ახლა იმაზე დავფიქრდი, რომ იუდა მარტო იესოს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა. თვითონ მარია მაგდალეცი. კი, რა თქმა უნდა. სულელად გამოიყვანა. სიკეთე რო გააკეთა. რასაჭირო იყოვო. ხო. ანუ იუთუბერებს ვინც რაღაცით გახარებთ. მარტო იუთუბერებს კი არ გაყენოთ, იმათაც სულელები გამოყავთ ფაქტიურად, ხო? იმათაც შეურაცხყოფას აყენებთ. ხო. ეს ძალიან მიუღებელი არის, როცა შენ საერთოდ არ გეხება ეს ყველაფერი. ორი ადამიანის შუაში დგები და ერთსაც ლანძღავ და მეორესაც. ვინც საერთოდ არაფერს არ აკეთებს და ითხოვს. აი იმასთანაც კი არა გაგუფლება რომ ჩაერიო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია და თუ ის ადამიანი ამას აკეთებს ძალიან ბევრი რაღაცის გადალახვა მოუწია რომ ეს გააკეთოს და სჭირდება და იმიტომ აკეთებს. და შენ რა უფლება გაქვს? მერთი ყველას გულში იხედება, იყურება და ხედავს ვინ რა და როგორ. TikTok-ზე ხო საერთოდ საკმარისად თქვი, მე მგონი მეც ჩემი აზრი ახლა საერთოდ არც შეიძლება არც ფიქრობ რომ რაღაც დაგეგმილი იყო ეს სპონტანურად წერა. არა იყო დაგეგმილი, არც ვაპირებდი მე დღეს უკვე ამ თემაზე. სპონტანურად დავფიქრდი ამ ყველაფერზე და ვფიქრობ ნამეტანი ის არის. ეგეც არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს, გია მე ვიცი რომ როგორც ხო, არა, მე იმას ვიძახი რომ ეს რა უნდა ის. ამ დილით რომ მითხარი ეს რაღაც ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ის რანაირი გუნების ადამიანი უნდა იყო რომ სხვისი სიკეთე შეგშურდეს. აი შენ ხო არ მონაწილეობ, შენ ხო არავინ არაფერს გთხოვს სიტყვაზე, ხო? აბა აი რაღა გამწარებს და რაღა გაწვალებს. ვინ დაგაყენა სხვების მოსამართლედ, შემფასებლად, ხო? რა შენი საქმეა სხვის ცხოვრებაში რა ხდება და ვინ როგორ იქცევა. აუ ერთი ადამიანი მაინც რომ მიხვდეს, ესეც დიდი ბედნიერება არის. არა, აუცილებელი არც არის რომ მიხვდეს შენ. იმიტომ რომ საერთოდ იმის არ იყოს, რა ქვია, როგორ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ის ადამიანი ამ ეტაპს გადის, იქნებ რაღაცა ეშვებოს. ხო. და გაიაროს ეს გზა.
იმიტომ რომ შეფასების უნარი უნდა მიეცეს თანდათან ეს სწორი იყო თუ არა თავის ესეთი მოქმედება. ხო, არ დამიჯდეს და არ გამიგო. ამიტომ მაგ ეტაპზეა. ხო, ამ ყევაშია ზუსტად. ყევაშია, ხო, უბრალოდ მაგ იმაშია, რა ქვია. რომამდე. სერიოზული პრობლემებია მის იმაში, პიროვნებაში და მიუღებლობა, ხო, 1000 რაღაცა. ხო, საკუთარი თავის მიუღებლობიდან იწყება ყველაფერი. და ბევრი აქვთ გასავლელი. ერთი სტოპით რა უნდა. ხო, ზოგი ეგო უფრო წინ უსწრებს ვიდრე თავისი მდგომარეობა, რომ შეიძლება არაფერს არ წარმოადგენდეს და მარტო თავის ტვინში, როგორც ტანკში როზის ადამიანი. ხო. და იქიდან იყურება იმ პატარა ფანჯრიდან ეგონოს თვითონ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება და სინამდვილეში საერთოდ არაფერი ფუნქცია არ აქვს, რო იტყვიან რა. გარეშეებთან და ასე შემდეგ. უბრალოდ თვითონ აქვს თავის თავზე რაღაც წარმოქმნა, ილუზიაში იმყოფება. და აკომენტარებს ყველაფერს, იგივე რა ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურად რო წარმოადგენოს თავი და სინამდვილეში მხოლოდ თავის თავს იმაშურება, რომ იყვნენ ყვებავს ამავნე ენერგიით. მეტი არაფერი ის არ აქვს რესურსი. იმედია რომ გული არ გაიტეხო ჟანა. ასევე სხვები ვინც წვალობთ თუ რა ქვია თქვენ საქმიანობას. შრომობთ და არა ვწვალობთ, გვიყვარს ჩვენი საქმე ძალიან. თორე სულ მაგაზე ვილაპარაკეთ, ეხლა რა არის მანდ და როგორ არის, მაგრამ გვიყვარს და ვაკეთებთ. და შრომობთ და ეს შრომა უნდა დაფასდეს და დაფასდება კიდევაც თვითონ ეხლა ჩვენი ნახვებით მაგალითად პირადად ჩემი ნახვებით გია ამერიკაში სხვანაირიც არის შემოსავალი და ძალიან დიდი რა ის შემოსავალი რო აქ იყოს რა გამომჭირდებოდა არაფერი. ხო და მაგასაც ველოდები სხვათა შორის რომ აქაც იქნება ეგ. თუ იქ შრომა არ არის, მაშინ ყველა ტელევიზია უნდა დაიხუროს და ყველა ის ნებისმიერი ის რა ქვია, სატელევიზიო რაღაც გადაცემა. კი. აბა რას აკეთებს ის ხალხი? რაღაცას ხო ამაზე რა ვიცი, ვინა დაობს უკვე რა, ერთებია. თქვენი კონტენტია, თქვენი პირადი ცხოვრება, ყოველდღიურობა. ზოგთან იუმორისტული gadაცემა არის, ხო, რაღაც უამრავი რაღაცა არსებობს. ხო, ყველა საყავს თავისი მაყურებელი, ხო, გია? კი. მე მყავს ჩემი მაყურებელი. ზოგს რო იყვიან საშინელებათა ფილმები უყვარს. ხო. ვისაც მოსწონს თქვენი კონტენტი უყვარს და მაგას უყურებს. მე რატო დავიწყე ეს იცილია? მე მომწონდა თვითონ. ხო. ეს კონტენტი მე მომწონდა და იმიტომ დავიწყე ეს, ხო? მე თვითონ ვიყავი მაყურებელი ამის. დღესაც უყურებ ხოლმე რაღაცა. დღესაც ვუყურებ, ხო, ეხლა ერთ უკრაინელ გოგოს ვუყურებ, გიასაც ვეუბნებოდი. ძალიან მომწონს რა და მიუხედავად იმისა მეთქი რომ ომი არის უკრაინაში, რა ვიცი, რასაც აჩვენებს ეს გოგო, მოკლედ არაფერი არ იტყობათ კი. ყოვის უკრაინა რა. რაღაცა ადგილებში ალბათ არა. წავედი დროებით აბა და წარმატებული დღე ყველას.